გამარჯობა. მე და საბა, ჩემი სადამიგებულ კლასის მე მოსწავლე, ვართ 351 ნომერ ავტობუსში. მე-5 ერთი კვირა დავიწყე ეს პროექტი, რომელსაც დავარქვი მოსწავლის გზა სკოლიდან სახლამდე და მივყვები ჩემი სადამიგებელს ბავშვებს სახლის კარამდე. შემთხვევითობის პრინციპით ვარჩევ ჭხირებს ვიღებ და ვისი სახელით ამოვა, მას მივყვები. საბა ცხოვრობს ყველაზე შორს, ჩვენ გლდანულაში ვცხოვრობდა. შემდეგი გაჩერება პროცესის მოედანი. და ახლა მივყვები, ორი ტრანსპორტი სჭირდება, პირველი კლასიდან დადის ასე შორიდან და ძალიან დასაფასებელია, რომ ასე ერთგულად გაიარება ჩვენ სკოლაში და არ უნდა არსად გადასვლა. მოსვამთ შეკითხვებს, რას ვაკეთებთ გზაში, ერთმანეთისთვის მოფიქრებულ შეკითხვებს, უმასპინძლდებით, ტკბილეულით და მერე შორდებით ერთმანეთს, ისეთ საინტერესოა. მე ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. თან მიხარია, რომ ორი კვირა გლდანულიდან ფეხი ვერ გამოვადგე ახმეტელის მეტროსთან და საბასთან ერთად როდის წამოვიდები ერთი სული მქონდა. და ახლა დამისასებამ ძალიან საყვარელი შეკითხვა ჩამოწერილი მქონდაო და ზეპირე დავიმახსოვრე თქვისებო. როგორ წარმოგიდგინათ თქვენი თავი სპორტსმენი რო ყოფილიყავთ? და დავფიქრეთ, იმიტომ რომ სპორტსმენობა არასდროს არ მომდენელია. არ მიფიქრი ამაზე. თუმცა ვცურავდი, აი სპორტის რომელი სახეობის მონაწილე იქნებოდი? ჩოგბურთელი საბა. როგორ წარმოგიდგინათ მაგასაც ჩოგბურთელი, ხო? როგორი იქნება? ალბათ მომწონს ხასიათი, შეუპოვარი, მებრძოლი, საინტერესო ცხოვრება მექნებოდა. ალბათ და ჩაცმულობა მომწონდა ბავშვობაში ჩოგბურთელების. მოვედით ახმეტელზე, ავტობუსით, ახმეტელის მეტროსთან და მივდივართ მაკდონალდსში. ასე გადავწყდით და თან ვლაპარაკობთ. ძალიან საინტერესო კითხვები დამისვა. და ბოლო კითხვა იყო ასეთი. საბა? ანუ თქვენთვის ვინ არის როლური მოდელი? როლური მოდელი ვინ არისო და პირველი დედაჩემი საბა. დედაჩემი, მეორე მარი კორინთელი. ასეთი მეგობარი ყავს და ჩემთვის მართლაც როლური მოდელია და მესამე არავინ მახსენდება. ახლა არ მახსენდება, მე შეიძლება გამახსენდეს. ჩემთვის ვინ არის როლური მოდელი? ჩემთვის როლური მოდელი არის ჩემი დედა. დედა, ხო? და მამა ჩემი და კიდე ერთი. მოიცადე. აღარ ჩანვარ. კიდე ორი ბიჭი არის, რომლის სახელიც დამაყრა. აჰა. კალბურთელები. რას ნიშნავს როლური მოდელი, როგორ გესმის? როლური მოდელი ჩემი აზრით არის, ანუ ისე მიბაძვაც კიდე. მიბაძვა, ხო, დადებით გავლენას რო ახდენს, ხო? მიუბაძო, თქვა საქმიანობაში, თვისებებში, სიკეთეში, ხო, კარგ თვისებებში. ხასიათში, ნამდვილად. ახლა ვართ მაკდონალდსში და ველოდებით შეკვეთას და გადავწყვიტეთ, რომ ქვითარზე დავწეროთ დღის ამბები. ქვითრობანა და ბილეთობანა ქვია ასეთი ამას და საბა მინეტრა ნეტამეს ჰქონდეს ტელეფონი არ აქვს თან. ვიდეოებს გადავიღებდიო. ხო და მოკლედ ალბათ არასდროს დამოვიწყდება ეს დღე ასეთი რაღაც თქვა. საბა რატომ არ დაგავიწყდა ბაბა? იმიტომ რომ პირველად წამოვიდი დედაჩემის გარეშე სადღაცას სხვასთან ვისაც უმეტეს დროს არ ატარებ. მაგასთან უფრო გამახსოვდება დრო გატარებული და ალბათ იმიტომ რომ ძვირფასია ეს ჩემთვის დღე სხვასთან გატარებული. ჩემთვისაც ძვირფასია. ნებისმიერი დრო. ახლა დავწერთ დღის ამბებს ჩვენს ქვითარზე და ვაიმე რაღაც ვიტანჯებით. არც ის გვაქვს კამერას რომ იჭერენ ხელით. ჩემი ტელეფონით არ იღებს კარგად. ახლა დავუდგე. ახლა მივდივართ საბას უბანში მაკდონალდსიდან. ესე იგი საბას უწევს ორი ტრანსპორტის გამოსვლა. რამდენი ხანი გჭირდება ხოლმე საბა? საათი ნახევარი მაგ. მე ერთი მაქსიმუმ 1 საათი. ხო. იქიდანაც დილას უფრო მალე მოდიხარ თუ? ესე უფრო მალე მოდივარ, იმიტომ რომ უფრო მეტად ხალხი არ არის. ეხა ნახე.
ხო, როგორი იღლები ალბათ, ხო, საბა. უი, აქ ნახე, რამხელა რიგია. ძალიან დიდი რიგი დაგვდა მარშრუტკასთან. მერჩენდაიზერი ვიყავი კომპანია სანტესი და ძალიან მიყვარს ის სამსახური. დღეში დავდიოდი დაახლოებით 15 კილომეტრს ფეხით და ვამოწმებდი სანტეს პროდუქციას. და აი მაღაზიებში 63-მდე მაღაზია მქონდა დღეში. მარშრუტკაც არ იყო მანდროს? მარშრუტკა არ იყო, როგორ არ იყო, მაგრამ არ მჭირდებოდა რა, ძალიან ახლო იყო ეს მაღაზიები, ნუ არც ისე ახლო, მაგრამ ისე დრო-ნებში იყო, რომ ერთი მაღაზიიდან მეორემდე მარშრუტკა ხშირად არ იყო საჭირო. და მაგალითად, თელი თემქა და თემქიდან მე მივიდოდი ავჭალაში. თემქაზე გვაქვს 3 სკოლი. მართლა? ერთი არის ჩემს სახლთან სადაც კალბურზე დავდივარ, მეორე აქეთ არის სადღაცას და მესამე დაბლა არის. ეხლა სადაც უნდა წავიდეთ. ცედეთ, გავდიშავ ახლა. ამოვედით საბას უბანში და ახლა მთხოვა რომ წავყვე პარკში. არ ჩამოვედით მის სახლთან და შევინახეთ მაღლა სადღაც მარშრუტკაში რომ დავსხედით და ვუთხარი რომ არ დაგვრჩეს მეთქი და რომ ჩამოვედით საბას ჩანთა დაგვრჩა მარშრუტკაში. კიდევ კარგი დროულად გაგვახსენდა და ახლა მივყავარ პარკში. ხიდზე უნდა გადავიდეთ, მერე. ხო, ერთი სული აქვს, როდის ვნახავ ხიდს და მეც მივყვები. ის ნახვას ვერ ვუვასებთ, იმიტომ რომ იქ ცოტა იქით არის და რასაც კარგი. ნერსეს ისევ სძინავს ჯერჯერობით და აი ესე მეც მე ფიქრება ჩემს პატარა ბიჭზე და გვაცდის ძილს. რაიმდენი აი ეს ავტობუსი შემოტრიალებენ ხო და ამოვაჩვენთ. ხო, ავტობუსით უნდა გავამგზავროთ, უკვე მესამე ტრანსპორტი უნდა გამოვიცვალოთ. საბა, ყავა. ხო, რამხელები არიან. აი მესამე ტრანსპორტში ვხედავთ, მოვიდა ავტობუსი. ძალიან გვეცინება ძალიან. ხო და ვამბობდით იმას, რომ აქ ერთი გოგო კითხულობს რაღაც წიგნს და მაინტერესებს ნეტავ რა წიგნს კითხულობსო. და მივყავარ ახლა თავის საყვარელ პარკში საბას, სადაც ჩიტებს აჭმევს ერთი კაცი და მოგვიყევი საბა იმ რომ კითხე რატომ ვაჭმევო. კითხე რატომ ვაჭმევ მეთქი და მე მეხმარებიან სხვებიო და მეც მინდა ვიმეს დავეხმარო, საშუალება არ მაქვს ადამიანებს დავეხმარო და ჩიტებს ვეხმარებდი. როგორი კარგი ამბავია. აი ეს. აბა მოვედით. აი მოვედით ამ აკიდე ლიფტის გაკეთება აპირე. ხო, პარკში და მაცნობს აბა ყველაფერს და უნდა გადავიდეთ ახლა ხიდზე. ძალიან მომწონს. მაშინ მე რო აქ მუშაობდი, ამ ნაწილიდან იმ ნაწილში რო გადავიდოდი თემქაზე, ფეხით მივიდიოდი საბა. არ იყო პარკი და შვენიერია რომ ასეთი კარგი რაღაც დაგვხდა აქ. აი ესეთი ხიდია. აუ რა მაგარია საბა შეხედე. ეს ეკლესიაც არის. აჰა. ეგ ეკლესია იყო ადრეც. ხო იყო? იყო და გაარემონტა. შემოიხედე. რა მაგარია. აი ეს ფონი მიყენია, ოღონდ შემოდგომი ხარ. ოიცლე გაკეთებული არის. აბა. აქ. ფოტო მაგდაგა ზუსტად აქ. სრულდება ჩვენი ერთად მგზავრობის ამბები საბას სახლამდე. დავინახე ვერ ჩავედით, იმიტომ რომ მთხოვა პარკში გამოვყოლოდი. ახლა ვეღარ ვასწრებ, მაგრამ ვიცი რომ კორპუსში ცხოვრობს, სადარბაზოც დავინახე. საბა, როგორი შთაბეჭდილებები დაგჭირდა დღევანდელ დროს, როგორ შეაფასებდი? ხო, მითხრეთ. უი, აღარ ვიღებდი, საბა. თავიდან მითხარი. იმედია ესეთ თემებს შემდეგ წელსაც გააკეთებთ. დავასრულეთ. მე მივდივარ სახლში. საბა მითხრა რომ არასდროს დამოვიწყდება ეს დღეებიო. და იმედია ამ თემებს შემდეგ წელსაც გააკეთებთ. დიდი მადლობა მეც საბას და ქვითრის შთაბეჭდილებებს წაგიკითხავთ ახლა გზაში თან რომ ავდივართ. საბა გამომართვეს მე მაქვს მე. მოიცადეთ. აი მე თურმე როგორი ყოჩაღი უნდა იყო, როცა ესე მოსიარულე ბლოგერები რომ არიან. ძალიან გამოუწვრთნელი და ის ვარ, გამოუცდელი რა. დავიშალეთ მე და საბა. მივდივარ ჩემს უბანში და მანამდე მინდა წაგიკითხოთ დღის ჩანაწერი. ჩემი დღის ჩანაწერი ამგვარია, ქვითარზე დაწერილი.
ახლა მე და ჩემი საბა ბურდული ვართ მაკდონალდსში. საბამ თქვა, ალბათ ეს დღე არასდროს დამავიწყდებაო. ძალიან მსიამოვნებს ეს პროექტი. ნერსეს ძინავს, ჩიზბურგერებს შევჭამთ და მერე თემქაზე მივდივართ საბას უბანში. ერთი სული მაქვს, როდის მაჩვენებს დაპირებულ ბაღს, სადაც ერთი კაცი ჩიტებს პურს აჭრევს ხოლმე. საბას დღის ჩანაწერი ამგვარია. მე და ჩემი ლელა მასწავლებელი ვართ წამოსული მაკდონალდსში. ძალიან მიხარია სხვასთან დროის გატარება, რადგან სახლში სულ მარტო ვარ ხოლმეო. ასეთი უსაყვარლესი ჩანაწერები ვაჩუქეთ ერთმანეთს. ამ დღემ გვაჩუქა ერთად ყოფნა. ამ პროექტის შესახებ სტატიასაც გაგიზიარებთ. მე-5 იყო საბა, ხვალ მე-6-ზე მოსწავლეს მივყვები შინამდე და ამგვარად ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მრავალრიცხოვან კლასებში ინდივიდუალური ურთიერთობის საშუალება არ გვაქვს მასწავლებლებს და საშუალება გვეძლევა, რომ ახლოს გავიცნოთ ბავშვები, მათ შესახებ მეტი შევიტყოთ, დავაკვირდეთ, როგორები არიან განსხვავებულ სიტუაციებში, რა ოცნებები აქვთ, რაზე ფიქრობენ, რას განიცდიან და ისინიც ჩვენ შესახებ ბევრ ამას იგებენ ამ სიარულის დროს, ერთად ყოფნის დროს და ჯერ კიდევ პროცესში ვარ და ბოლოს გაგიზიარებ. ეს მიყვარს, გადასასვლელზე რომ გადავდივარ და ფეხებს რომ ვუღებ ხოლმე. მოსიარულე ფეხებს. აი, ეს დროს გაჩერდნენ.